თუშეთი არის იტყვიან ცხვრის და საქონის ბეღელი. სადა არის კაცო, გზა არ ალიო, არაფერი არ ალიო, ფეხით ვერავა კაცი და ძოხარ ვერავა და ბალახი არისო, ალაზანს მიწევდა გასვლა. 1-2 სული დაიხჭო, წყალმა გამტაცა. იქი რაღაცას გაგლეჯავს და წამოიღებს და წაიღებს სოფელს და რა ვიცი არის იმის არავისა. აქ კი არა, კიდევ კაი ზევიდან არ გვესხმება, აი ზევიდან გვესხმება უკვე. ესე იგი, წინ ვერ მივდივართ. ეხლა ვინც ავართ, მეც რა ვიცი, რამდენი წელსაც 1-2-3 წელს კიდე შევძლებ, გავძლებ, ერი ალბათ მეც დავჯდები და ვсё, დარჩება ეგრე ოხრად რო იტყვიან ის ნაწვალები. საქონელი რატო ყავს აქ? ბიჭო, ერთ კვირაში გავართერი იმაში, თაში. გოგზანე. ვინ გითხრა ერთ კვირაში? ეგრე ამბობენ აუცილებლად. ეგრე ამბობენ. ცერზე ასულანო და. ცერზე ასულანო. რატო არ მიგიდის მე რო უთხარი ამ ხალხს საქონელი, რატო აქ აძოვება, აღარც აძოვარია, აღარც არაფერი. თაში რატო არ მიუდის უთხარი ამათ კაცო? სადა არის კაცო, გზა არ ალიო, არაფერი არ ალიო, ფეხით ვერავა კაცი და ძოხარ ვერავა და მე რა ვიცი აბა. თავრობა არ გვივარგათ, ახლა შაშან ამ დროს 2 კვირია თუნდაც თაში იყვნენ. და წელს აბა არაფერი არ არსებობს და. წვალობს ხალხი რა, ყოველდღიური დანაკარგი, აი ათობით ტონა ყველს შეადგენს. წლეული შეფერხდა ამ გზის გახსნა, კომპანიის წარმომადგენლები არ გამოდიან კონტაქტზე, ხალხი ვეუბნებით რომ იქიდანაც ომალოს ხრიდან რომ მეორე ტრაქტორი იქირაოს და იქიდან წამოვიდნენ რომ ცოტა აჩქარდეს, მაგრამ არავინ ყურს არ იბერტყავს, არც სოფლის დეპუტატი, არც რაიონის ხელმძღვანელობა არავინ კონტაქტზე არ გამოდის. შაველი ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთი ქვია ამას, რომელიც გადადის თორღვას საბანოს უღელტეხილზე 3300 მეტრა და გადავდივართ თუშეთში კავკასიონის ქედს მიღმა ჩრდილოეთ. შედა და რა ხარი რა რადარ მიდი საქონელი რადარ მიგდის თაში რა აღელაშავი ალაშა და გზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩაკეტილია გზები და ვერ გადავდივართ და ბალახი აღარ არის და აი გარშემო ყანებია ვეღარ ვაჩერებთ უკვე გვიჭირს რა ზარალით თავის დროზე ვერ წველით ყველი გვაკლდება პლუს სიცხეში დაავადებას იღებს საქონელი და შეიძლება დაიხოცოს. და უბალახობის გამო რომ ბალახი არისო, ალაზანს მიწევდა გასვლა 1-2 სული დაიხჭო, წყალმა გამტაცა და იმდენი საქონელი რაც თუშეთშია და მიდის როგორც ხორცის წარმოება და ყველის წარმოება და ცხარი და ეს ყველაფერი არა 2-3 და 4-5-იან რეგიონში ერთად არ არის იმის ნახევარიც არ არის რა თუშეთი არის რომ იტყვიან ცხვრის და საქონის ბეღელი ნუ ბოლო წლებია ძალიან რთულდება რა ამ გზის გახსნა ეს კერძო კომპანიებს აქვს აღებული ეს ტენდერი და რა ვიცი ყველანაირად ცდილობენ რომ რაც შეიძლება გაიწელოს ამ გზის გახსნის პერიოდი 1976 წელს ავიდა 28 მაისს უღელტეხილზე ტრაქტორები ავიდნენ მერე მანქანაც ავიდა რა და იმის მერე არ ყოფილა შემთხვევა რომ მაისის ბოლოს უღელტეხილზე მანქანა არასულიყოს ტრაქტორი არასულიყოს და აი უღელტეხილს იქით არის კიდე სამუშაოები მთელი 2 კვირის რა ვიცი შეიძლება 3 კვირაც მოანდომონ და გავიდა სეზონი მაგ დროში მთელი საქონელი ბარშია დამრჩალი ყოველდღიურად იკარგება ეს საქონლის მატება, საძოვარი არ არის, რაც ყველაზე მთავარია და ზარალდებიან ასევე სასტუმროს მესაკუთრეები დაიბლოკა ჯავშნები იყო, ისინი იყო და გაუქმდა დაიბლოკა. იმიტომაა რომ მთელი ახალგაზრდობა, მთელი მოსახლეობა უყულა გარბის უცხოეთში. ეხლა ვინც ავართ, მეც რა ვიცი, რამდენი წელსაც 1-2-3 წელს კიდე შევძლებ, გავძლებ, ერი ალბათ მეც დავჯდები და ვсё, დარჩება ეგრე ოხრად რო იტყვიან ის ნაწვალები ბინა და კარი და ყველაფერი. ბიჭო, ბოჩოლა დავკარგეთ აქ. იცნობინმე ხალხს აქ და შეიძლება ახლა ძროხები იქიდან გავიდნენ, გეგედა. ასე გამოქცევია გელას აი ეგეთი ბოჩოლა ხა და
პრობლემაა ეს. აქ იქნება კაცო ლექსო მოა და ლექსო იპოვის. ალაზანი გარდაქმნა აი რა დღეშია გუსინ სეტყვა მოვიდა მთელი გადასეტყვა და ხო და ეს ხო არ მოდიოდა ადრე აქეთ და რატო მოდის აქ? რატო იქით არ გადაუგდებ თავის ადგილზე? ახალი თავრობა ეგეთია რომ ხალხს ვეღარ ცნობს. დიდი აღარ იცის, პატარა აღარ იცის და აქ კი არა კიდევ კაი ზევიდან არ გვესხმება. აი ზევიდან გვესხმება უკვე. და ეგაც უთხარი კაცო ეს ალაზანი რატო აქ მოდის? რატო იქ თავი ადგილზე არ მიდის? ეს რა ხდება ეს? ეს ივანიშვილმა მოინდომოს. აი პირდაპირ იქიდან წამოა სადაც და თავის კალაპოტში ჩააყენებს, მაგრამ ეს არა წყობა, ვისაც ხრეში ცხომ მისია ნაყიდი აქ ივანიშვილის და ბიჭი ხარ და ერთი ლამი ლაფატკი ლამი დააყარე და წაიღე. სად იყო კომუნისტების ეგეთი ესე იგი წინ ვერ მივდივართ. უკან მიდის. ჰაიდერბერგ ცემენტისაო მოდიან ამოაქვს ბალასტი. ბალასტი ამოაქვს მე აქვს და ტოვებენ რა და ძალაუნებურად წყალი იყავებს. ეს არის ალაზნის მარცხენა სანაპირო, ზემო ქვემოალნის მიჯნაზე ვართ. აქ ასულოვანი ვერხვები იყო დარგული თეთრი ვერხვები და საძოვარი იყო. რაცაც ხედავთ ახლა აქ რაც ეს გაუკაცრებელი ადგილია. აქ უკვე წყალდიდობის დროს ეს წყალი გადმოარდება აქ, აი მოდის უკვე ზედ ფერმების პირზეა მოსული რაღაცა 15 მეტრაა დამრჩალი რა და ადიდება და გადმოდის და შემოდის უკვე ფერმაზე, აი ესე გადის და გადის ფერმაში შემოდის, გადის იმასავით ეგეთი კადრებია ხოლმე რომ მაინც და მაინც იმ რაჭისნაირი ტრაგედია უნდა დატრიალდეს რომ ყური შეიბერტყონ და რაღაცა ეხლა ვიყო შეიძლება რომ გაკეთდეს დამბა აგე სადაც გადმოგლეჯილია იქით თუ არის ამბავია იქ ზემოალნის ტერიტორიაზე მოდის ზედ საძოვრებზე და იმაზე რა და აი ეს ხდის იმას ეს კიდე უკვე ნახეთ აჰა რამდენი კუბომეტრი ნოყიერი ნიადაგია წაღებული ამის შევსებას ხო მილიონი წლები უნდა და ძველი კალაპოტი მიდიოდა ქარაპებს ხედავთ აი ზედ ქარაპის პირზე მიდიოდა რა და დამბა ფილები იყო ჩალაგებული და წყნარად ვიყავით და ეს ასობით გექტარი საძოვარი კიდე ქონდა რაღაცა შეღავათი იყო ჩვენთვისაც სოფლისთვისაც ხელის შეწყობის მაგივრად ხელის შეშლა ხდება აბა რა ვიცი რა დავარქვა ამას კაცო აი აქ შემცხვირ წინ რო ბალასტად გაყიდიან ამ სანაპიროს და ამოაქვს და მე აქვს ჟანდაბაში გადმოაში მოარდება მაგრამ იქნება კაცო მოიყვანე გამგებლის მოადგილე ნასყიდაშვილი ვაჩვენე და ეგაო ეკონომიკის სამინისტრომ იმაში ჩვენ ვერ ჩავერევითო ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდაო ჰაიდერბერგ ცემენტზეო აი ეს მთლიანი ეს მონაკვეთი ბალასტად და მუშაობს ეხლა წყალი ისა დიდი წყალია და თუ დაჯდება და მოდიან და მთელი ზამთარი ეზიდებიან და აჰა ხედავთ აგ ეს სად იყო იქით ალაზნის კალაპოტი და აი აქ ზედა მომდგარი ფერმებზე ეს არის აბა რა ხელი შეშლა არ არის იმ არა არის კაცო ეს ადრე კომუნისტების დროს ალაზნის მარცხენა სანაპიროზე მარცხენა მხარეს ურიკითაც კი არ შეიძლებოდა ლამი რო დაგჭირდებოდა უნდა გადასულიყავი იქით მეორე მხარეს და იქიდან აგიღო ეხლა კიდე ხო გონები ურიკით კი არა ათასობით ტონა ბალასტი გადის უშველებელი იმით ეხლა ისინი რა შუაში არიან თავრობა ხიდის თავრობის მიერ ეკონომიკის ჩვენ რა შუაში ვართო აი ეკონომიკის სამინისტრომ ზუსტად ამ ადგილზე ამ იმაზეო და არ შეიძლება ეს წალეკავს მთელ სოფელს და მთელ იმას რაღაცა მოხდება ზემოთ ალაზნის სათავეებში სტიქია რაღაცას გაგლეჯავს და წამოიღებს და წაიღებს სოფელს და რა ვიცი არის იმის არავის აგი აი ეგეთი ისა ალაპარაკეთ კაცო და არაფერი სიმართლე მთავარია სიმართლე ლაპარაკე ნახდათ შეიძლება რომ გაკეთება აი იქიდან ტრაქტორი გადაგდება უნდა ჯებირებს გაკეთება და წავიდეს დიდი ამბავი უნდა კაცო